ბაქარ ბრეგაძე, რაც შეეხება მის ასისტენტებს, დღევანდელი შეხვედრის ასე გულშემატკივარი აქ სიხარულიძე ჩაწოდება საკმაოდ საფრთხო იყო ეს ეპიზოდი, ბურთი დარჩება. გიორგი ჯინჯოლავა მოაწვის ამ კუთხურს, ჯინჯოლავა ჩააწოდა საჯარიმოში, საკმაოდ საფრთხო იყო ეს ეპიზოდი. და მე უკვე გიზო მამაგეიშვილმა და სილამ მოახერხეს იბერიასთვის 3 ქულის მოტანა, იბერია გაგრა მესამე წრეში დასრულდა ერთ-ერთი ხარებაშვილის გოლს ირაკლი სიხარულიძემ უპასუხა. მაშინ ჯერ კიდევ აქ ვნახოთ ეს მომენტი, სიაპანო ადგილზეა დარტყმის შემდეგ. ლევან გეგეჭკორი, გუნდის კაპიტანი, მისი ჩაწოდება და საბოლოოდ ისე მიიღო ბურთი, რომ შეიძლებოდა მე უკეთაც დარტყმა. გრძელდება იბერია შეტევა დარტყმა და კარგი მომენტი იყო. ჯინჯოლავას დუელი, ორი ძალიან სწრაფი ფეხბურთელი ერთმანეთის წინააღმდეგ, აქ ბრძოლა ბურთისთვის, სიხარულიძე რა მაგარი პასი მამაგეიშვილი! და ჭავჭანიძემ ითამაშა ამ ბურთზე იმარჯვებს, იბერია გაზრდის ქულათა სხვაობას დინამო ბათუმთან 4-მდე. თუმცა აქ ნახოთ დარტყმა კარში, აი ეს არის გამოცდილება და ის კლასი რომელიც შეტევა. პასი ოქრიაშვილს. უტევს გაგრა ოქრიაშვილი საჯარიმოშია, კიდევ ერთი გადაცემა ივაგელაშვილი ადგილზეა. ორი ძალიან გამოცდილი მოთამაშე. აქ კარგი მომენტია, ჯინჯოლავა დაარტყა და გადარჩა ამ ეპიზოდში, თუმცა შეტევა გრძელდება, დორასო კლასის დარტყმა დაიტანა. მაშინ აქ ვნახოთ ეს მომენტი, ჯერ ჩაწოდება 1-0. ირაკლი სიხარულიძე გოლის ავტორი. დაწინაურდა იბერია დღევანდელ კიდევ ერთხელ ეს მომენტი ჭავჭანიძეს დაასწრო ირაკლი სიხარულიძემ და გაუტანა საბოლოოდ რამან სიაპანუს. ნე ასე დაწინაურდნენ შეხვედრის სტუმრები. იბერია მოიგო შეხვედრა, მოიგო ანგარიშით 1-0.